ესე იგი, მოვედით გზაზე, სადაც არის სწორი. ანუ ძალიან კარგი ტრასა, სწორია, რა თქმა უნდა. ცოტა ტალღოვანი, მაგრამ გამოდგება რა ჯერჯერობით სავარჯიშოდ. რაც თავარია, ბევრი მანქანა არ მოძრაობს. მედავთ სარიელია ტრასა და 1000 ერთ თუ ვიღაც გამოიგებს, იმასაც შევამჩნევ აუცილებლად და სავარჯიშოდ იდეალური ადგილია რა, ეხლა მე ვიმყოფები ბოლნისში. და რა ხშირად ვარჯიშობ, ამიტომ ხშირად ჩამოვდივარ. თბილისზე ვარჯიში როცა მინდა და ეს ტრასა მაქვს ამოჩემებული სავარჯიშოდ. თბილისში რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს მოძრაობა, მიყვარს კატაობა და რა ვიცი უფრო სიცოცხლე უფრო ჟღერს რა ესე ვთქვათ, მაგრამ ნახეთ რა ხდება იქ თბილისზე საერთოდ ვერ ვარჯიშობ, იმიტომ რომ ქალაქში თუ გავწვეჭყავ, იმას არ ნიშნავს რომ თბილისზე ვარჯიშობ, არა. აქ თავისუფლად ვარჯიშობ, ვცდილობ უფრო გადავიდე უკან, ბაიკი უფრო გადავწიო, ანუ უკან, იმიტომ რომ ამ ტრასაზე მანქანა არ არის და თუ წავიქცევით ზედ არავინ არ გადაგვივიდეს. ან ძირ დავარდები, ან მაქსიმუმ ინდუსში გადავადე რა, რაც მე მგონი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. არ მიკეთი არანაირი დამცავი, რაც არავის არ ურჩევ. მე პირადად არ მაქვს და იმიტომ არ მიკეთია, მაგრამ მე ხდება გათვალე და თქო შემონები გავიკეთებ. არ მაქვს, მაგრამ ვერ გავჩერდები. ცოტა ამის ჩანს რაღაცა და უნდა ვივარჯიშო რა. გუშინ ვივარჯიშე ძალიან ცოტა, იმიტომ რომ მალევე გავიყინე. და დღესაც ვეცდები რომ ცოტა ვივარჯიშო და ცოტა უფრო გავამჯობესო შედეგი რომელიც მე მაქვს. არ ნიშნავს გასვეთქვა იმას რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად მე პირადად წერტის კარგად ვერ ვიწერ. ბაიკი ვერ ამყავს იმ სიმაღლეზე რომ გაზი საერთოდ არ დამჭირდეს და თავისი აბორტით ცოტა მაინც გავგორდე, ანუ ჩემთვის ეგ არის მთავარი მიზანი ეხლა რომ ბაიკი ავიდეს ისეთ სიმაღლეზე რომ აი როგორ გითხრათ 3000 აბორტით 2000 აბოროტით იგორაოს 2500 აბოროტით 65 მილიონზე ვარ და 2.5-ის ყოფნის მაგიტო, მაგრამ არ გამოდის ჯერჯერობით, ამიტომ ვარჯიში ყოველთვის საჭიროა. აქედან გამომდინარე, როცა დრო მაქვს, როცა შემიძლია, მოტოციკლები მომყავს აქ, რავი ხან მარშრუტით ჩამოვყავს, ხან აქაც ყოველ კილომეტრში თბილისში არ მჭირდება, მაინც და როცა მიხდება ჩამოვდივარ ვარჯიში სულ საჭიროა, იმიტომ რომ ძალიან იცის დავიწყება ყველაფერმა უცებ რა. თუმცა არ ვარჯიშობ, სიტყვაზე ერთი თვე რო ხარ მე მოტოზე არ დავწე. დღეს რაც ვიცი შეიძლება ძალიან გამირთულდეს ერთი თვის მერე ყველაფერი გაკეთება რა, იმიტომ რომ ძალიან გადაჩვევა იცის. როგორც შეჩვევა, ესევე გადაჩვევა. ჩემი რჩევა იქნება რომ ხვის მოტოციკლზე როცა დაეждებით, ანუ შეუჩვეველი როცა ხართ მოტოციკლებს არასდროს არ გაუთამამდეთ, რაც არ უნდა კარგი მძღოლი იყოთ. ბევრია ეგრე რომ დაждდება და ყველა მოტოციკლს ერთნაირად ეპყრობა, მაგრამ ყველა მოტოციკლეტი არის ინდივიდუალური, ყველას უნდა მორგება და ყველა სხვადასხვანაირად მოპყრობა. ამიტომ გირჩევთ რომ ჯერ მოტოციკლეტი შეიჩვიოთ, ნახოთ მისი მანევრი, ისის შეეჩვიოთ, როცა იგრძნობთ რომ უკვე მზად ხართ. ყველანაირი ტრიუკისთვის თუ მანევრისთვის მე უკვე იგლატავეს რამდენი იქნას, კი ბატონო, არ არის პრობლემა. თორე ბევრი გვინახავს თავზე და დაცემია მოტოციკლეტი, თუნდაც დამთავრებულა და ღმერთმა არქნას ეგეთი შემთხვევებისგან ღმერთმა დაგვიხაროს, არავის არ გვიხარია, არავის ცუდი. უკეთესი იქნება თუ ერთმანეთს გაუზიარებთ ცოდნას, დავეხმარებით რაღაც ელემენტარული დონეზე მაინც და რავი მე რითი შემიძლება გამისვით კითხვები. მითხარით როგორი სტილის ვიდეოები გადავიღოთ, ხაზე ვივარჯიშოთ, აქტიურად დავიწყებ უკვე რომ გამოწვება ცოტა ნელ-ნელა აქტიურად დავიწყებ ვიდეოების ჩაწერას სტანთან დაკავშირებით. ჩავთავთ ხოლმე ლაივებს, როგორ ვარჯიშობთ, რამდენჯერ დავეცემით და ყველაფერს რა აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. თავარი არის ინტერესი ხალხის, ვის რა გაინტერესებთ რა, აი რავი, კითხეთ ან კომენტარებში ან პირადში და გადავიღებ ხოლმე კვირაში ერთი დღე თქვენთვის სასურველ ვიდეოს რა. ვისაც რის ინტერესი აქვს, იმას შევეცდები გავუკეთო მეც, ანუ ჩემთვისაც უკეთესი ეს. მეც უფრო დავიხვეწები ამ ვარჯიშში და თქვენს გაჩვენებთ როგორ გამოდის, რა გამოდის, რა შეფერხებებია, როგორ უფრო მარტივია და როგორ უფრო გვირთულდება, ანუ ყველაფერი რა, სირთულეების მიმართულებით ყველაფერს ავხსნით და ვიტყვით და რა ვიცი, იქნება
ყველაფრის გასაგებ ენაზე. არავინ არ იფიქრეთ რომ ეს კბილანა და რაღაცა დუგები და ეს ხელის ტორმოზი რომ აყენია აქ ეს აქ ყველაფერი მარტივია. გეტყვით ახლა აგეჟიფოს ხედავთ გაზის ხელის ტორმოზი საერთოდ არ მუშაობს. იმართლა რომ გეტყვით ეს არ მიხმარია, კი დავაყენე, მაგრამ ჯერ არ მიხმარია იმ დონემდე ვერ მივედი რომ ამას გავუშვა ხელი და აქ გადმოვიტანო, ანუ ვერა. ის სვეტელზე ვარ, ჰაერში ვარ, მაგრამ ამას ხელს ვერ უშვებ და ამას ვერ ვკიდებ. თან ეს არ მუშაობს, რომ მოვკიდო აზრი არა. ამიტომ მარჯვენა ფეხი ყოველთვის მიდგას აქ და მიდგას ტორმოზზე. მარცხენა ფეხი ხან აქ მიდგას უკანა ნოჭკაზე, ხან აქ მიდგას და ხანდახან სკამს ხსნი და აქ ვდები რა შიგნით, ანუ ეს უკვე ვეჩვევი, ვარჯიშობ და ანუ ნახულობ რა გამოდის, როგორ გამოდის და ეს შემდეგ. მაგრამ ყოფილი საერთოდ არ ვარ მე ჩემი თავში. ჯერჯერობით ესია და ნახოთ რა განვითარდებით, დაუხვეწებით და რა გამოვა შევხედავთ რა. ახლა დავიწყოთ გადაგება. მეორე სიჩქარე თვესტები ავიარო, ეს გზა, სწორი გზა არის, ხედავთ. ზევით ცოტა აღმართია, ნუ აღმართი შეიძლება დაგვიდეს ცოტა, მაგრამ ჯერჯერობით სწორზე მინდა რომ შევნებდე. მეორე სიჩქარე თვესტები რომ ძალიან ნელი სიჩქარიდანვე ავწიო ცხვირი ცეპლენის დახმარებით, იმ დონეზე რომ მოტოციკლეტი ძალიან არ ამიჩქარდეს. თუ ამიჩქარდება, მე გველი უკვე რაღაც დაწყო. ნახოთ აბა როგორ გამოვა. დავიწყოთ ხე გადაგება. მეორე სიჩქარით, მერე გავაკეთებ მესამე სიჩქარით და შევადარებ. მეორე სიჩქარით კონდები თუ მესამე. ნუ ეს ყველაფერი შედარებითია და ნახოთ როგორ უფრო მოვიდი. რაც მინდა რომ უცებ აღენიშნოს. კი, შედეგი ნამდვილად არის. მე ძალიან უკეთესად ნელდები. ნუ რა თქმა უნდა ჰაერში. მაგ შედეგი. ეხლა დავიწყებ თავიდან. ნუ წერან კარგი იყო, ძალიან ნელავიარე. თიოჯერ კი ანუ ცხვირი მაინც წაიღო წინ და მაინც ოდნავ ავჩქარდი, მაგრამ შევეცადე დამეჭირა ჰაერში შემენელებინა. ეხლა ვნახოთ როგორ გამოვა მეორე და მეორე არა მესამე.
რა შედარება ვინ არის ძალიან ბევრად უკეთესად ვიდრე წინა ვიდეოებში ძალიან კარგი იყო მომეწონა შევეცადე რომ გაზი არ მეთამაშებინა ძალიან არ დამეწულად მომემატებინა ერთ ადგილას სადაც მომეწონა ყოფნა ესე რომ ვთქვათ ვიყავი რა მაგრამ გაუმჯობესება აშკარად ჭირდება ანუ ფაქტი რა არის იცით რომ კი ეს გავარ ანუ აქ მიდგას უბრალოდ ხუთი პასაჟირის ნოშკაზე და მარჯვენა ფეხი ჩაოლება ტორმუსზე ფაქტი ესია როცა ავიწევით ჩვენ აერში ძალიან წინ არ მივეტყიდეთ მოტოციკლს პირიქით ჩამოშორდით უკან გადაიხარეთ რაღაცა აი როგორ ვთქვათ იცი წონით მოტოციკლი ხო არის გასწორებული შენი წონით უნდა შეეცადო რომ ისე დაიჭირო შენი წონა რომ მოტოციკლეტი წინ აღარ გაგიქცეს რა მოხდები სადღაც წერტილი უნდა უპოვო რა რომ კარგად იდგეს თვითონაც და შენს დავიდით თავიდან ვცადოთ კიდე როგორც ხედავ ძალიანაც ვერ ნელდები მაგრამ რაღაც შედეგი უკეთესობისკენ არის და ნახოთ აი ვივარჯიშოთ რა გამოვა რა ეხლა მე თქვენთან ერთად ვარჯიშობ როგორც თქვენ ხედავთ არაფერი დასამალი არ არის ესე ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ მეც მომდივარ ვარჯიშობ რომ მოგწონთ ეს ყველაფერი არის ამის შედეგი რომ მე ვარჯიშობ შეძლების დაგვარად მეტი ფინანსები რომ მქონდეს მეტი დრო რომ მქონდეს და ბაიკის ძალიან არ მეწოდებოდეს და ნუ რესურსი რომ მქონდეს რომ ზეთ მალმალე უთავდეს რა თქმა უნდა მეტად ვარჯიშობდი ადგილი რომ მქონდეს ადგილიც არ მაქვს აქ კიდე ყოველდღე ვერ მოვალ აქედან გამომდინარე რასაც ვახერხებ ეს ყველაფერი ვარჯიშის დამსახურებაა სადაც თავი სიხარული გიარო დაფუნა, ანუ ესე მინდა რა, ეს მინდა ეს გამო გადავიღე, მაგრამ ეს კამერა მე მგონი რაღაცა ტრაქში იყურება და არ ვიცი, გადავიღე თუ არა რეალურად რასაც ვიღებდი, მაგრამ ეხლა გავასწორებ და გაჩვენებ თავიდან. ცდილობ 0-დან ალტიო ხვირი, იმ სიმაღლეზე რომ ბაიკი არ ამიჩქარდეს და წერტილს რომ დავიჭერ, ვიარო იმ წერტილით. თან ვამუღავით უკან გადასვლას. ჩემი ტანის ესე რომ ვთქვათ, ტანის წონითაც ვეხმარები მოტოციკლეთს, რავი ან უკან ვიხრები, ან რაღაცა ნუ მოტოციკლეტის წინ დგას, მე უკან ვარ ჩამოკიდებული და რაღაცნაირად ცდილობ რომ ბალანსი დავუცვა რა. არ ვიცი. ეხლა დავიწყებ, წინასდა იყო როგორ ვთქვა, ძალიან მაგარი. და ეხლა შევეცდები რომ უკეთეს შედეგი დავდო, უფრო მინდა რა, უფრო მინდა შენელება რა. კი ძალიან მოძრაობ. ალბათ 30-40-ით შეიძლება არც კი, მაგრამ უფრო მინდა რომ შევნებდი რა. და ვნახოთ.
ისეთი რაღაც დავამუღამე აი ამ სიტუაციაში. რაც მე გული ძალიან გამომადგება. ანუ ვილზე რა ჰაერში ცოტა უკან ვიხრები, ანუ ვიკუზების პონჩი რომ წონა უკან გადააწვეს რა მოტოციკლი ცოტა გადაკაჩოსავით რომ წინ მოტოციკლები უკან მე რაღაც თანაბარი წონა სწორობაა რა ეხლა